gogajgg.com წარმოგიდგენთ. ნატალია რამოსი, ბრედ კევენაგი, ჯეიდ რემსი, ენა მალვოიტენი, ბობი ლოკვუდი, ტეიზი დანრაჯი, იუჯინ საიმონი, ალექს ზოიერი, კლარიზა კლეიტონი, ტელესერიალში ანუბისის სახლი, პირველი სერია. ნინა მარტინ, დიახ, ეს მე ვარ. ამერიკელი ხარ ხო? დიახ, როგორ მივხვდით აქცენტით? არა, ამერიკული დროშით თქვენს ჩემოდანზე. ხო. მგონი ასე აჯობებს. გთხოვთ, ჩაჟექით. არც კი მჯერა რომ პანსიონში მივდივარ. ისევ ღელავ, თითქოს ჰარი პოტერი ვიყო. რა, უკვე მშობლები გამოწმებენ? არა, ბებია ჩემია. ალბათ უკვე მოვენატრე. მე ბებია ჩემმა გამზარდა. სახლიდან ასე შორს ჯერ არასდროს წამოვსულ ვარ. რა, უკვე შეგეშინდათ? გინდათ მანქანა მოვაბრუნო? არავითარ შემთხვევაში. როგორც იქნა აქ ვარ, ჩემს ახალ სკოლაში. რა თქმა უნდა ვღელავ. რა თქმა უნდა. და მგონი ცოტა შეშინებულიც ვარ. ბოლოს როცა შემეშინდა საბავშვო ბაღში მასწავლებელზე ვარცხიე. ეს ჩემი მართვის მანერის ბრალია. ესეც ასე ნინა, მოვედით. დიდი ადგილია, ზუსტად სად მიგიყვანოთ? აქ წერია რომ მე ანუბისის სახლში ვიცხოვრებ. ცოტა უკან გაიწიე. მიდი სწრაფად. კარგი რა იყო, უკვე გადავიღე. ფრთხილად. ეს ფოტო ჩემს გვერდზე დაყენდება. გამომრიცხავი ინტელექტის თეორია. ადვილად კითხულობ? ჯოი, თუ ჟურნალის ყდაზე რობერტ პეტინსონი არ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი დაკითხვა არ შეიძლება. თქვენს ჩემოდანს ავიღებ. აბა, კეთილი იყოს შენი მოსვლა ჰოგვორტსში. მოიცადეთ. მაპატიეთ. ვინ არის ეს ამერიკელი? გმადლობ. ნახვამდის. გამარჯობა. ჯოი, ნახე დილას რა მოვიდა? ხო, საუკეთესო და ქალებს საღამოს კინომარათონი აქვთ? კი, შენ მასში მონაწილეობ. იდეალური გეგმა იმისთვის, რომ მემბერმა შემამჩნიოს, ხო? მოიცადე ალფი, ხომ გითხარი ეს $10 ღირს. გინდა თუ არა ეს საშინაო დავალება? გმადლობ. იდიოტი. ხელი ჩამოვართვი.
დახვეწილი ხუმრობაა. რატომ მოუნდა ყველას დახვეწილობა? ჯერომ რა ხდება, ზარი არ მუშაობს? არა, უბრალოდ არ ვიცი, კარი ღია იყო და მე და შენი იფიქრე რომ თავს დაადებ და უბრალოდ შემოხვალ? ამერიკაში კარებს ზუსტად ასე ვექცევით. გამარჯობათ. მე ნინა მარტინი ვარ. დააგვიანე. 2 კვირით. ვიცი, მაპატიეთ, უბრალოდ სტიპენდიის შესახებ არაფერი ვიცოდის და შენი დაგვიანების მიზეზები სულ არ მაინტერესებს. ვიქტორ როდენმარ იმედი მაქვს ჩვენს ახალ მოსწავლეს ყველაზე გულითად დახვედრას მოუწყობ. თუმცა არ მგონია ეს გამოგივიდეს. გამარჯობა ძვირფასო, მე ტრუდი რემანი ვარ, შენი აღზრდელი. კეთილი იყო შენი ფეხი ანუბისის სახლში. აქ მხოლოდ სულ ცოტათი უფრო საშიშია, ვიდრე ბროშურაში წერია. ესეც ასე, დღეს ჩვენ როგორც დაგპირდით პრაქტიკული გამოცდა გვექნება. მაგრამ მამა, ლიმიტი უნდა გაზარდოთ ჩემს საკრატიდო ბარათზე. ტელეფონი გამორთა ემბერ. არაჩვეულებრივი ფეხსაცმელი ვნახე და იმიტომ. მამა, უნდა გავთიშო, მე ხომ სკოლაში ვარ. მიკ, დაბრუნდი. აი ასე. ცოტა დავაგვიანე. იქნებ ჯობს ჯერ ბოდიში მოიხადო. ეცადე საკონტროლოს ფურცელი ოფლით არ დასვარო. შესაძლოა კიდევ უფრო სექსუალური იყოს? ანუბისის სახლი პირველად 1890 წელს ააშენეს, თუმცა ეს სახელი მას მხოლოდ 1922 წელს დაერქვა. მას არ აინტერესებს ეს მოსაწყენი დეტალები, ვიქტორ. ის ხომ თინეიჯერია. მას მხოლოდ ჰორმონები და ვამპირები აინტერესებს. კარგი, ეს შემოსასვლელია. აქეთ მოდი. Everything's so old and beautiful. This house must have a ton of stories. Now this is where I serve breakfast and evening meals. Delicious. Mr. და Mrs. Frobisher's მაიტები. პირველი მოსახლეები. ისინი ძალზედ ტრაგიკულად დაიღუპნენ. სულ ასეთი ოპტიმისტია. წამოდი, შენს ოთახს გაჩვენებ. ოთახი მზად არის? ხო, იქაურობა მიალაგეს. არაჩვეულებრივია. გთხოვთ გამოვყევით, მის მარტინ. ესენი ვინ არიან? ეს მარცხენა არის, მაშინ გაიგებთ, როცა მზად იქნებით. გაგიმართლა ამ სკოლაში რომ მოხვდი. ეს საუკეთესოა, თუ მისტერს აყვარელს არ ჩავთვლით. ბიჭების ოთახი დაბლაა. არ გვინდა რომ აქ ვინმე დაძრწოდეს საღამოს 9 საათის შემდეგ. განათება კი 10 საათზე ითიშება. ეს ჩემი ოთახია, რომელშიც ზედმეტი ლაპარაკის გარაშე შესვლა სასტიკად აკრძალულია. იქ რა არის? მანდ სხვენია. სხვენში ასვლა და სარდაფში ჩასვლა სასტიკად აკრძალულია, გასაგებია? აბსოლუტურად. ეს შენი ოთახია. ერთი საათი გქონდათ ტესტის დასაწერად. ახლა 3:06 წუთია. მისის ენდრიუს, გისმენ ალფი? ცხვირიდან სისხლი მომდის. ექიმთან წადი სწრაფად. ფესტინოლენტე ბიჭო, სწრაფად წადი, მაგრამ არ იჩქარო. მაპატიეთ რომ ხელს გიშლით, მისის ენდრიუს, მაგრამ ჯოი, ჩემს კაბინეტში ვიღაც გეროდება. ეს ვინ არის? ეს ჯოია. ჯოი უკვე წავიდა. ძალიან მოულოდნელად თუ შეიძლება ასე ითქვას. არ შეიძლება.